2026 წლის ყველაზე მასშტაბური თავდასხმით შეწყვეტილი მორატორიუმი ენერგოობიექტების დაბომბვაზე. ნატოს გენდივანი კიევში, მოლაპარაკებები აბუ-დაბიში და რა თქმა უნდა ვითარება ფრონტზე. გამარჯვება დღეს 4 თებერვალია 2026 წელი. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 1442 დღე გავიდა. თქვენ უყურებთ პროექტს რა ხდება უკრაინაში და ხართ არხზე თავისუფალი ადამიანებისთვის. ზემოთ ჩამოთვლილ თემებზე ვისაუბრებთ დღევანდელ მიმოხილვაში. მანამდე კი ტრადიციულად მადლობა ყველას, ვინც არქის გამომწერია, ალაიქებს ვიდეოებს, აზიარებს თავის სოციალურ ქსელებში, აქტიურობს კომენტარებში. განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც დონაციით არის დაკავებული. შეგახსენებთ, რომ არქი მხოლოდ დონაციით ფუნქციონირებს და მსურველებისთვის აღწერაში ანგარიშის ნომერია. თქვენ კი ვისაც არქი ჯერ არ გაქვთ გამოწერილი, უმორჩილესად გთხოვთ ახლა გამოიწეროთ არქი. ამით დაეხმარებით მის განვითარებას. დავიწყოთ დღევანდელი მიმოხილვა და დავიწყოთ მორატორიუმით, რომელიც ძალიან სასაცილო იყო პირდაპირ შევაფასოთ. ჯერ ერთი დასრულდა თუ არა დაფიქსირდა ყველაზე მასშტაბური თავდასხმა და ის ინფოგრაფიკაზე ასე გამოიყურება, ხედავთ რამდენი ტიპის და რა მარშრუტებით დაიბომბა კიევი, ხარკივი, ასევე უკრაინის სხვა ქალაქები. წელს მსგავსი მასშტაბის თავდასხმა არ მომხდარა, 500-ზე მეტი სამიზნე იყო საბოლოო ჯამში. უფრო კონკრეტულად კი 450 უპილოტო იყო, საიდანაც 412-ის ჩამოგდება შეძლოს უკრაინელებმა, 36 ბალისტიკური, საიდანაც 15 არის ჩამოგდებული, 34 ფრთოსანი, საიდანაც 20 არის ჩამოგდებული და რაც თავარია, ბალისტიკურებს შორის იყო ეგრეთ ცირკონი, რომელზეც ძალიან დიდ იმედებს ამყარებენ რუსები და 4 ცირკონიდან 4-ვე ჩამოაგდეს. აი ასე დაასრულა ტრამპმა არა, უკაცრავად პუტინმა, თუმცა ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ ორივემ ერთად, აი ეს მორატორიუმი, რომელიც ვითომ მორატორიუმი იყო, მე ასე შევაფასებდი, რადგან თუ კი გადახედავთ თუნდაც თებერვლის თვეს, ჩვენ ნახავთ, რომ 3-4 დღიანი ინტერვალები ისედაც იყო კომბინირებულ თავდასხმებს შორის და ეს პრაქტიკულად მთელი 2025 წლის განმავლობაში გრძელდებოდა, ისევე როგორც იანვარში, მეტიც 2026 წლის იანვარში გაცილებით დიდი პაუზები იყო კომბინირებულ თავდასხმებს შორის, ვიდრე თუნდაც საშუალოდ 2025 წელში. ამას რა თქმა უნდა მიაწერენ რაკეტების დაგროვების საკითხს, ანუ ხდება დაგროვება და მერე კომბინირებული მასშტაბური თავდასხმა. ზუსტად იგივე გააკეთა რუსეთმა, არაფერი ახალი, უბრალოდ ამას დაარქვა მორატორიუმი და დაარქვა მორატორიუმი ტრამპის, ასე ვთქვათ, საამებლად და ტრამპაც თავის მხრივ კიდევ ერთი ქულა ჩაიწერა ოღონდ წინაშე გაუგებარია, იმიტომ რომ ვინც ობიექტური დამკვირვებელი არის, ძალიან მარტივი დასანახი არის, რომ თებერვალში იყო 4-5 იანვარში 2026 წლის იანვარში იყო 4-5 დღიანი პაუზები კომბინირებულ თავდასხმებს შორის და ახლა ზუსტად ეგ იყო დაახლოებით 4-5 დღიანი პაუზა იყო, როდესაც კომბინირებული თავდასხმა არ იყო მთელი ამ ხნის განმავლობაში, როდესაც საუბარი იყო ეგრეთ წოდებულ მორატორიუმზე, უნდა ითქვას, რომ შაჰედებით თავდასხმა მაინც გრძელდებოდა, შესაბამისად რეალურად ახალი არაფერი არ მომხდარა, რეალურად არ ამოუსუნთქია უკრაინას და უკრაინის ენერგოობიექტებს პირიქით, თუ კი კონკრეტულად მიზანმიმართულად ენერგოობიექტებზე არ ხდებოდა დარტყმა, ხდებოდა შემოვლითი გზით და ამაზე გამოთავისუფლებულ დრონებს იყენებდნენ და ამ ყველაფერზე ვისაუბრებ სულ ცოტა ხანში, მანამდე კი უნდა ითქვას, რომ საკმაოდ გაუგებარი არის კიდევ ერთხელ ტრამპის პოზიცია, იმიტომ რომ მას კითხეს, რომ აი შეწყვიტა მორატორიუმი პუტინმა, მან კი უპასუხა, რომ პუტინმა თავის თვეს შეასრულა, ის დამტირდა, რომ ერთი კვირა არ დაბომბავდა უკრაინას და მან ეს თვე შეასრულაო, თუმცა აქ თავს იტყუებს ტრამპი, ან უბრალოდ თვლა არ იცის, იმიტომ რომ 28 ან 29 იანვარს იყო ეს შეთანხმება მიღწეული და 1 თებერვლამდე აქ არც ერთ ლოგიკაში, არც ერთ მათემატიკაში ერთი კვირა არ არის. აი რაც შეეხება რუსეთს ჩემი აზრით არაფერი არ დაურღვევია. პესკოვმა ძალიან გაგებით და მტკიცედ და ცალსახად თქვა, რომ 1 თებერვლამდე იქნება მორატორიუმი. 1 თებერვლის შემდეგ ორში უკვე დაარღვიეს და ზუსტად ეს ის 4-5 დღიანი ჰაერია, რაც რუსეთს ჭირდება ხოლმე, რომ აღედგინოს თავისი წარმოება. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მორატორიუმი ბლეფი იყო, მხოლოდ
ბოლი მოლაპარაკებების წინ, იმ მოლაპარაკებების წინ, რომელზეც ასევე ზაზუნეს დღის მსგავსად არაფერი არ ხდება ხოლმე, მათ შორის დღეს მიმდინარეობს ეს მოლაპარაკებები. ერთი სიახლე რაც გვაქვს არის ის, რომ თითქოს მხარეები თანხმდებიან იმაზე, თუ როგორ იმოქმედებს დასავლეთი იმ შემთხვევაში, თუ კი ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას დაარღვევს რუსეთი, რაც გამოჟონა მედიაში ინფორმაციამ არის ის, რომ ესე იგი პირველ 24 საათში ამოქმედება დიპლომატიური არხები, თუ კი პირველ 24 საათში დიპლომატიური არხები ვერ მოაგვარებს პრობლემას, მე მოხდება სამხედრო ჩართვა მსურველთა კოალიციის და ამის შემდეგ უკვე თუ კი ვერ მოგვარდა პრობლემა, ჩაერთვება ამერიკა. აი ახლობით 100 სქემას გვთავაზობენ, თუმცა აქ კიდევ ერთი და მთავარი საკითხი რჩება ჰაერში და ეს თავარი საკითხი არის, რომ ეს ყველაფერი ხდება მას შემდეგ, რაც ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდებიან მხარეები. ზუსტად დაახლოებით იგივე ანალოგიური შინაარსი ჰქონდა მარკ რუტეს გამოსვლას კიევში, უკრაინის პარლამენტში, რადაში, სადაც საკმაოდ მართლაც ემოციური სიტყვა ჰქონდა, მხარდაჭერი, მან აღნიშნა თუ რას აკეთებს ნატო უკრაინისთვის და პრინციპში მთელი 2025 წელი რა დახმარებასაც იღებდა უკრაინა იყო პრინციპში ნატოს ეგიდით რომ დაუკვირდეთ. ანუ შეიარაღება იყო ამერიკული, რომელიც ნატოს წევრია, ხოლო ფული იყო დანარჩენი ნატოს წევრი ქვეყნების, არა მხოლოდ ევროპის, იქ იყო კანადაც, ოკეანეთიც, ბრიტანეთიც, შესაბამისად, რუტემ ამ ჭრილში შესთავაზა ინფორმაცია და თავისი თვით გამოსვლაში ინფორმაცია მოსახლეობას, რომ ეს პროგრამა, რომელიც მიხედვითაც ხდება ამერიკული შეიარაღების ყიდვა და დანარჩენი ნატოს წევრი ქვეყნების ფულით, ეს არის დახმარება, რომელსაც იღებს უკრაინა და ეს ნამდვილად არის დახმარება იქიდან გამომდინარეობს, რომ აი ამ პროგრამის მეშვეობით გაძლო 2025 წელს უკრაინამ. რაც შეეხება მომავალზე საუბარში, რუტემ თქვა, რომ ჩვენ ვიქნებით ყველგან საუბარია მსურველთა კოალიციაზე, ვიქნებით ხმელეთზე, ვიქნებით ზღვაზე, ვიქნებით ჰაერში. მე ძალიან გამახსენა აი რუტეს ამ სიტყვებმა ჩერჩილის მიმართვა, იგივე შინაარსით, იგივე კონოტაციით, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ ყველგან, დავიცავთ ჩვენს მიწას, დავიცავთ ჩვენს სანაპიროებს, დავიცავთ ჩვენს ზღვას, დავიცავთ ჩვენ ჰაერს, თუმცა ჩერჩილის იქ წინაპირობა არ ქონია, რომ მას შემდეგ, რაც ნაცისტური გერმანიასთან სამშვიდობო ხელშეკრულებას გავაფორმებთ. აი რუტეს კი ეს ქონდა, ეს ყველაფერი მოხდება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულება გაფორმდება. თუმცა როდის გაფორმდება ეს ხელშეკრულება და რა პირობებით, ამდროინდელი უცნობია, იქიდან გამომდინარე, რომ პუტინს ისევ მაგიდაზე უდევს დონბასი. და დონბასი ეს არის უბრალოდ მიზეზი იმისთვის, რომ არ შეაჩეროს საბრძოლო მოქმედებები, იმიტომ რომ ამის გარდა ჩვენ ვიცით, რომ საუბრობს ნოვოროსიაზე, რაც არაერთხელ მithქვამს, რომ დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის გარდა თავის თავში გულისხმობს ოდესას, გულისხმობს მიკოლაევს, გულისხმობს დნეპროპეტროვსკს, გულისხმობს ხარკივს, გულისხმობს სუმს, ანუ თელს მდინარე დნიპროს მარცხენა სანაპიროს და ეს იქნება მინიმალური, რაზეც ამ ეტაპზე თანახმა იქნება პუტინი, რომ დააპაუზოს მოქმედება და როგორც კი ტრამპი აღარ იქნება, მე განაახლებს ისევ მთელი უკრაინის სახელმწიფოს გასანადგურებლად. ასე რომ ამ პირობებს პუტინი უკან ეს პირობები პუტინს უკან არ მიაქვს, შესაბამისად როგორ უნდა მოხდეს აი ეს ცეცხლის შეწყვეტა გაუგებარი არის. მეტიც ახლა მიმდინარეობს იმის დათვლა, თუ რამდენი მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა ამობს 2025 წლის განმავლობაში. ამ მონაცემებს რამდენიმე ეპიზოდში შემოგთავაზებთ. თუმცა, რაც ამ დროისთვის შეიძლება ითქვას, არის ის, რომ როგორც ჩანს, 2025 წელი იქნება რეკორდსმენი ამ ხრივ, ანუ ყველაზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე სწორედ 2025 წელს დაიღუპა, რა ტენდენციაც ახლა არის ამ დათვლის პროცესში. და ეს მაშინ, როდესაც ტრამპი თვეში ერთხელ ამბობდა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება და აუცილებელია, რომ ომი შეჩერდეს, ძალიან ბევრი წინაპირობა წამოაყენა, თუმცა ყველა წინაპირობა იმ ფონზე, როდესაც ზელენსკი თანხმდებოდა ამ წინაპირობებს, პუტინი უარყოფდა ამ წინაპირობებს და განაგრძობდა მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვას და ამ ყველაფერზე
რამდენიმე ეპიზოდის შემდეგ უკვე უფრო დეტალურ მონაცემებს შემოგთავაზებთ. აქვე უნდა ვთქვათ, რომ რუსულ, ასე ვთქვათ, დარღვევას მორატორიუმის მოყვა უკრაინელების პასუხიც და ახლა თქვენ ხედავთ კადრებს, რა დროსაც ბელგოროდის რუსული ქალაქის გათიშვა მოხდა ელექტროენერგიიდან, რამდენიმე საათიანი გამყინვარება უკრაინელებმაც მოუწყვეს რუსებს, თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მასშტაბები ნამდვილად განსხვავდება და ის პრობლემები ჰუმანიტარული პრობლემები, რომელიც წინაშეც არიან უკრაინელები და რომელიც წინაშეც არიან რუსები, საგრძნობლად განსხვავდება ერთმანეთისგან. რაც შეეხება, როდესაც საუბრობთ, რომ ეს ბლეფი იყო მთელი ეს ენერგომორატორიუმი, ამ დროს გამოთავისუფლებელი თავდასხმის საშუალებებით რუსებმა, ასე ვთქვათ, დაიწყეს ლოჯისტიკური კვანძების დაბომბვა და ასევე ომის დანაშაულის ჩადენა. და ეხლა რაზეა საუბარი კონკრეტულად? გავრცელდა კადრები, სადაც ავტობუსში ერთ-ერთი თბოელექტროსადგურის მეშახტეები, ანუ ადამიანები, რომლებიც ქვანახშირს მოიპოვებდნენ, რომ თბოელექტროსადგური მოემარაგებინათ, სამუშაო ცვლა დაასრულეს, გამოდიოდნენ ავტობუსით და მოხდა ამ ავტობუსზე თავდასხმა, თუმცა პირველი თავდასხმა აცდა პირველი დრონი ავტობუსს, გამოწვეული აფეთქებით ავტობუსი შეიჯახა ღობეს, ამის შემდეგ ხალხი ჩამოდიოდა ავტობუსიდან და მოხდა განმეორებითი თავდასხმა, ანუ უპილოტო აპარატების ოპერატორები ხედავდნენ, რაც ხდებოდა, ხედავდნენ, რომ არანაირი სამხედრო დანიშნულების ავტობუსი არ იყო, არანაირი სამხედროების გადაადგილება არ იყო და თბოელექტროსადგურის მუშების მიიტანეს იერიში, 12 ადამიანი არის დაღუპული აი ამ ერიშის შედეგად. შესაბამისად, როდესაც საუბრობთ, რომ რაღაცა მორატორიუმი იყო, ნამდვილად არ ყოფილა მორატორიუმი, გარდა ამისა, კიდევ ერთი ფაქტი, რაც დაფიქსირდა აი ამ კონკრეტული ფაქტის შემდეგ, არის აი ეს წარწერა, რომელსაც ახლა თქვენ ხედავთ, 2026 წლის იანვარში არის წარმოებული რუსული დრონი, რომელთაც მოხდა თავდასხმა. ანუ რომ ვთქვათ, პრაქტიკულად გამოდის, რომ ახლა მარაგებიდან კი არა, მიმდინარე წარმოებიდან არის ჩართული უპილოტო საშუალებები, მათ შორის აი ჩვენ ნახეთ აი ეს კონკრეტული შემთხვევა, შეიძლება ეს გამონაკლისი იყოს და ფრონტის სხვა მონაკვეთებზე ძველი მარაგებიდანაც ხდებოდეს დაბომბვა, თუმცა ფაქტი ერთი არის, რომ და ამას სტატისტიკა ამყარებს ყოველთვიურად, რომ 3-დან 5 დღემდე, ხანდახან 1 კვირამდე სჭირდება ხოლმე რუსეთს, რომ მარაგები შეავსოს და შემდეგ მასობრივი კომბინირებული თავდასხმა მოაწყოს. გარდა ამისა, როგორც გითხარით, ლოჯისტიკაზე ხდებოდა თავდასხმა და აღსანიშნავი არის პირველ რიგში პოკროვსკი პაოლოგრადის მიმართულება აი ამ ამ რადიუსში მოხდა ძალიან ინტენსიური თავდასხმა, სწორედ აი ამ მომარაგების, ასე ვთქვათ, ხაზზე, ეს არის მაგისტრალი, რომელიც პაოლოგრადსა და პოკროვსკს აკავშირებს ერთმანეთთან და ამ ზონაში, ამ რადიუსში მოხდა ძალიან ინტენსიური თავდასხმა. თქვენ ახლა კადრში ხედავთ ფოტოს, რომელზეც არის გამოსახული ზუსტად ის თუ რა რაოდენობის თავდასხმები მოხდა კონკრეტულად ამ მიმართულებაზე. გარდა ამისა დაფიქსირდა რკინიგზის სადგურებზე თავდასხმები, მათ შორის სამგზავრო შემადგენლობებზეც არის კადრი, სადაც მოქალაქე პირდაპირ, ასე ვთქვათ, თავშესაფარში წასვლა ვერ მოასწრო და ვაგონის ქვეშ არის შემძველი და იქიდან იღებს კადრს და სწორედ ამ კადრებს მიადენთ თვალყური. შესაბამისად, ფაქტი ერთი არის, რომ ვინც არ უნდა და როგორც არ უნდა შეფუთოს მორატორიუმი, ნამდვილად არ ყოფილა რუსებმა ეს ძალიან კარგად გამოიყენეს. კი, კიევის მიმართულებით კონკრეტული ელექტროსადგურები არ დაბომბილა, კი ბალისტიკა არ გამოუყენებიათ, კი არც ფრთოსანები, თუმცა შაჰედებით აგრძელებდნენ და კიევზე გამოთავისუფლებული შაჰედებით უკვე განაგრძეს სხვა ლოჯისტიკური კვანძების დამუშავება, მათ შორის
ირიბად სწორედ ენერგოსისტემაზე, იმიტომ რომ მათ შორის რკინიგზა, მათ შორის აი ეს თბოელექტროსადგურები, მათ შორის ნახშირის საბადოები სწორედ არის ის, რაც ამუშავებს საბოლოო ჯამში მე ენერგეტიკულ სისტემას, ასე რომ ნუ მოვიტყვებთ თავს, ისე როგორც ტრამპი აკეთებს, ნამდვილად არანაირი მორატორიუმი რეალურ ცხოვრებაში არ ყოფილა. გარდა ამისა, კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელიც მინდა მოგაწოდოთ, არის შემდეგი იანვარში 2026 წლის იანვარში, ანუ გასულ თვეში დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, როდესაც კომბინირებული თავდასხმის დროს რუსები იყენებდნენ S-300 და S-400 ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების რაკეტებს, ოღონდ სახმელეთო მიზნებზე და ამან გააჩნდა ბევრი კითხვის ნიშანი, ანუ ბალისტიკური რაკეტების ნაცვლად იყენებდნენ პრაქტიკულად ამ სისტემებს და შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა, რადგან ყურადღებით ჩრდილო კორეიდან შეფერხდა ბალისტიკური რაკეტების მიწოდება რუსეთისთვის. თუ კი მანამდე თვეში 3-4 გემი ითვირთებოდა და მიდიოდა რუსეთში ჩრდილო კორეული ბალისტიკური რაკეტებით, ახლა მხოლოდ ერთმა შეძლო. ოფიციალური ვერსიით ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ პორტები გაიყინა, თუმცა ეს ცოტა აბსურდულად ჟღერს, იქიდან გამომდინარე, რომ რუსებს ნამდვილად აქვთ ყიდულმჭრელები და შეუძლიათ პორტების ასე ვთქვათ დებლოკადა მაგ მიმართულებით. შესაბამისად, უფრო მეტად სავარაუდოა, რომ ჩრდილოკორეელების სამხედრო წარმოებაც ვეღარ ეწევა იმ მოთხოვნებს, რომელიც აქვთ რუსებს, შესაბამისად, შესაძლოა ეს ვერსიაც იყოს. რაიმეს გადაჭრით თქმა ძნელია, თუმცა ფაქტი ერთია. წინა თვეებში თუ კი ხდებოდა ჩრდილოკორეიდან რუსეთში 3-4 გემით დატვირთული გემით ბალისტიკური და სხვა ტიპის რაკეტების მიწოდება რუსეთისთვის, ამ თვეში მხოლოდ ერთხელ მოხერხდა ეს ყველაფერი. შესაბამისად, როდესაც მოქალაქეების ნაწილი ფიქრობს, რომ რუსეთი უკრაინაში მთელს დასავლეთს ებრძვის, უნდა იცოდეს, რომ რუსეთი კი არ ებრძვის, რუსეთი, ჩრდილოკორეა, ჩინეთი, ინდოეთი ირიბად მათ შორის და სამწუხაროდ დასავლური ქვეყნებიც, რომელიც რუსულ ნავთობს ყიდიან. შესაბამისად, ასე ცალსახა არ არის ყველაფერი, როგორც თვლით, რომ აი რუსეთი მთელს დასავლეთს ებრძვის უკრაინაში და თან აქ ისიც გასათვალისწინებელი არის, რომ სამწუხაროდ ასევე უკრაინას ეს დასავლური შეიარაღება, რომელიც აქვს, არ აქვს ულტრათანამედროვე დასავლური შეიარაღება, აქვს შედარებით მოძველებული, მათ შორის პეტრიოტების სისტემაც კი, რომელიც მოძველებულია, თუმცა მიუხედავად ამისა, როდესაც საკმარისი რაოდენობით სარაკეტო კომპლექსები აქვთ, საკმაოდ წარმატებით ახერხებენ მათ შორის ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდებასაც. აქვე მინდა ვისაუბრო ტომაჰავკებზე და ტაურუსებზე. მით უფრო რომ ლინცი გრემმა ამერიკელმა სენატორმა კიდევ ერთხელ ახსენა, რომ ხომ არ ვიფიქროთ ისევ ტომაჰავკების გადაცემაზეო. ხშირ შემთხვევაში მე ასევე მესმის, რომ კაი ტრამპი არ აძლევს ტომაჰავკებს უკრაინას, გერმანია რატო არ აძლევს ტაურუსებსო. მოდი დავფიქრდეთ, თუ კი ვთანხმდებით და მე მგონი არაფერია ამაში შეუთანხმებელი, რომ ამერიკამ შეარყია ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა და ევროპას უკვე უწევს საკუთარ დაცვაზე ფიქრი, თუ კი ამერიკას არ ყოფნის ტომაჰავკები იმისთვის, რომ თავისთავად დაიცვას, როგორ შეიძლება მოცემულობაში გერმანიას ეყოს ტაურუსები თავისთვის, ხო? შესაბამისად ამაში ლოგიკა არის. თუ კი ამერიკა დაიწყებს ტომაჰავკების გადაცემას, მაშინ შესაძლოა თუ არა გერმანიამაც გადაცეს ტაურუსები, მაშინ შესაძლოა, იმიტომ რომ თქვათ დაანახოს თანაფარდობის შესაძლებლობა, რომ თუ კი ამერიკელები აძლევენ, ჩვენ შეგვიძლია მივცეთ და გარდა ამისა, ეს იყოს გარკვეული გადადგმული ნაბიჯი, სწორედ აი ამ ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის ისევ აღსადგენად და გასაღრმავებლად, როგორიც იყო. მიუხედავად აი ამ სკეპტიკური განწყობებისა, რუტე არ არის ასე განწყობილი ნატოს გენდივანი და ის ფიქრობს, რომ ტრამპის აი ეს ქმედებები, რომელიც არყევს აი ამ ერთობას, მეტწილად მიმართულია ევროპის გამოსაფხიზლებლად და ჩვენ ამ ყველაფერს ალბათ ნახავთ უახლოეს მომავალში მიუნხენის კონფერენციაზე, სულ რამდენიმე დღეში დაიწყება, ჩვენ გვემახსოვრება ყველას შარშანდელი შოკის მომგვრელი კონფერენცია, როდესაც დიუენსმა პრაქტიკულად პირველად გადაასხა ცივი წყალი აი ამ ტრანსატლანტიკურ თანამშრომლობას. ნახოთ წელს ევროპელები რითი უპასუხებენ, მე ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს პოლონეთის პრემიერისგან, მისი გამოსვლას ველოდები, როგორც ყოველთვის ის არის ხოლმე საკმაოდ კაფიო და მკაცრიც, ასე ვთქვათ, ველოდები მერცი
სიტყვის შევხვდეთ სხვათა შორის უნდა აღენიშნოს რომ მერცმა შარშანაც კი საკმაოდ კაფიოთ უპასუხა დივენს, თუმცა დივენსის შოკი იმდენად დიდი იყო, რომ მერცი მეტწილად ჩაიკარგა. ნახოთ წელს მოკლედ რა მოხდება მიუნხენის კონფერენციაზე. თუმცა ასე ვთქვათ ფაქტი ერთი არის, რომ აი ეს რაღაცა ნდობა შერყეულია და რა აღადგენს ამ ნდობას ისევ საკმაოდ რთული სათქმელია. ახლა ნელ-ნელა გადავიცემ ნაცვლად ფრონტზე და სანამ უშუალოდ ფრონტზე არსებულ სიახლეებზე მოგიყვებით ეს სიახლეები არის მათ შორის რუსეთის წინსვლასთან დაკავშირებით პინგვინების, მებრძოლი პინგვინების საიდუმლო ამოიხსნა, ასე ვთქვათ. ყველას გემახსოვრებათ აი კადრები, როდესაც უცნაურ უნიფორმაში გამოწყობილი რუსი ჯარისკაცი გადაადგილდება პინგვინის გავსეთ და ვიზუალურად მართლაც გავს პინგვინს, თუმცა როგორც გაირკვა, ეს არის ასე ვთქვათ თბო მოსასხამი პანჩო, რომელსაც ასევე თბოვიზორები ვერ ხედავენ ღამე მისი ამრეკლიდან გამომდინარე. თუმცა ძალიან უცნაურია დღე რატო ეცვა ეს თბოვიზორების წინააღმდეგ შესანიღბი ეს კამუფლირებული პანჩო თუ პონჩო. საქმე იმაში არის, რომ აი ეს კადრები, სადაც ნადგურდება რუსი ჯარისკაცი, არის დღე გადაღებული, ასე ვთქვათ და რატომ ეცვა დღე ისაც ღამე უნდა ცმოდა, გაუგებარი არის. და ასევე სტარლინკების სკანდალს რომ არ შევეხოთ არ შეიძლება დაახლოებით დეკემბრის შუა რიცხვებში ძალიან აქტიურად 2025 წლის დეკემბერზე საუბარი ცხადია ძალიან აქტიურად გამოჩნდა რუსული უპილოტოები რომლებიც დამოუკიდებელ მანევრებს აკეთებდა ამან გამოიწვია ეჭვი მე რამდენიმე ჩამოგდებულ გერანზეც და შახეთზეც დაფიქსირდა სტარლინკი ამას მოყვა ძალიან დიდი სკანდალი მოგეხსენებათ რუსეთის ტერიტორიაზე კოდიადევს და ესე ვერ გამოიყენებს სტარლინკს აქ ჩდება ასე ვთქვათ კონტრაბანდული სტარლინკების ვერსია. ერთი არის ვერსია, რომ შეგიძლია ნებისმიერ ბაზარზე იყიდო ეს სტარლინკი, თუმცა კოდები უნდა შეიყვანო შესაბამისი და აი ამ სტარლინკებს ჰქონდა უკრაინული კოდები, რაც ყველაზე ასე ვთქვათ კრივნეული არის და რაც კიდევ ერთხელ ხას უსვამს აი ამ კორუფციულ, კრიმინალურ ვითარებას, რომელიც ომის მიუხედავად უკრაინაში ჯერ კიდევ რჩება. შესაბამისად რაღაცა იყო მოსაფიქრებელი, იმიტომ რომ თუ კი გათიშჩავდნენ სტარლინკს ზოგადად უკრაინის ტერიტორიაზეც, გამოვიდოდა რომ უკრაინის შერაღებული ძალებიც ვერ ისარგებლებდნენ. ამ დროს უკრაინის შერაღებული ძალები სტარლინკს არა მხოლოდ დრონებზე იყენებენ, არამედ კომუნიკაციისთვისაც იყენებენ. შესაბამისად, ფიოდოროვი ახალი თავდაცვის მინისტრი დაუკავშირდა მასკს, დაიწყეს ასე ვთქვათ მუშაობა და მივიდნენ ორ ნაბიჯიან გადაწყვეტაზე, ასე ვთქვათ. პირველი ნაბიჯი ეს არის დროებითი, მეორე ნაბიჯი მათ წესით მთლიანად უნდა აღმოფხვრას ეს პრობლემა. პირველი ნაბიჯი არის ის, რომ სტარლინკს, რომელიც მოძრაობს 75 კმ/სთ-ზე ჩქარა ძალიან შეეზღუდება ინტერნეტი, ხოლო თუ 90 კმ/სთ-ზე ჩქარა მოძრაობს, საერთოდ გაითიშება. ანუ ეს ნიშნავს, რომ თუ კი ის დრონი გაცილებით ჩქარა დაფრინავს, რა თქმა უნდა, და თუ კი დრონზე იქნება გამოყენებული, ეს გაითიშება. მაგრამ ასე ზარალდება უკრაინული დრონებიც. სწორედ ამიტომ არის ეს დროებითი მექანიზმი. საბოლოო გადაწყვეტილება ასეთი იქნება, ყველა device აქვს თავისი უნიკალური კოდი და უკრაინის თავდაცვის სამინისტრო გააკეთებს თეთრ სიას, ასე ვთქვათ, და რომელიც უკრაინის შერაღებულ ძალებს აქვთ აი ეს სტარლინკები, იმ კოდებს შეიყვანენ ამ თეთრ სიაში და სხვა ყველა სტარლინკს ინტერნეტი გაეთიშება. ასე მოგვარდება პრობლემა, რომელიც მიხედვითაც უკრაინის შერაღებულ ძალებს სტარლინკით ისარგებლებენ, რუსები ვეღარ ისარგებლებენ. თუმცა აქ ლოჯისტიკურად ცოტა გართულებული იქნება სიტუაცია, იმიტომ რომ სტარლინკების მიწოდების რამდენიმე გზა არსებობს. ერთი არის თავდაცვის სამინისტროს შესყიდვები, მეორე არის ასე ვთქვათ მოხალისეების მიერ შეგროვებული ფულით ნაყიდი სტარლინკები და გადაცემული ჯარისკაცებისთვის და მესამე არის კონკრეტულად ცალკეული ჯარისკაცების მიერ შეძენილი სტარლინკები. შესაბამისად აი ამ ყველაფრის ერთიან ბაზაში მოქცევა გარკვეულ დროს წაიღებს ნამდვილად, თუმცა ამის შემდეგ ეს პრობლემაც მოგვარდება და კიდევ ერთხელ უნდა ხაზგასმით აღვნიშნოთ აი ეს პრაქტიკულად ტრაგედია, რაც ნიშნავს, რომ ომში რუსებმა შეძლეს და უკრაინული კოდები მიიღეს. ეს ცალსახად დივერსია, ეს ცალსახად დასაგმობია, ალბათ კორუფციული გარიგებების შედეგიც.
თუმცა ფაქტი ერთი არის, რომ მას შემდეგ რაც აი ეს გადაწყვეტილება მიიღეს, Z არხები, Z ბლოკერები ჩავარდნენ ისევ პანიკაში, რომ აი რატო ვიყავით დამოკიდებული Starlink-ზე და სად არის ჩვენი უნიკალური კავშირი და სამწუხარო ამბავი მაქვს, თქვენ არ გაქვთ უნიკალური კავშირი პატივცემულებო, დამოკიდებული ხართ მთლიანად დასავლურ სისტემებზე. ფაქტი ერთი არის, რომ გქონდეთ გამოიყენებთ. არ გაქვთ უბრალოდ და ახლა ვნახოთ როგორ გამოსავალს იპოვით ამ ყველაფრიდან. ახლა კი გადავიდეთ ნელ-ნელა უშუალოდ ფონზე, იმაზე თუ რა ხდება. თუმცა მანამდე კიდევ ერთხელ უმორჩილესად გთხოვთ, თუ კი არხი არ გაქვთ ჯერ გამოწერილი, ახლა გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო, გააზიაროთ თქვენ სოციალურ ქსელებში. და უნდა დავიწყოთ იქიდან, სადაც ყველაზე მეტი აქტიურობა მიმდინარეობს ახლა, ეს არის კონსტანტინოვკას მიმართულება, ტრადიციულად გეტყვით, რომ სამ რუკაზე გაჩვენებთ მდგომარეობას და შევადარებთ უკრაინულ Deep State-ს, რუსულ Slivershnik-აპრის და ამერიკულ ომის შემსწავლელ ინსტიტუტს. დავიწყოთ Deep State-ით, Deep State-ის მონაცემებით, აი ასეთი ვითარება გვაქვს კონსტანტინოვკაზე. ქალაქის აი ამ ნაწილში არიან შეჟონილები რუსები, რაც შეეხება Slivershnik-აპრის, მათი მონაცემებით გაცილებით ფართო არის შეჭრა ქალაქ კონსტანტინოვკაში, რაც შეეხება ომის შემსწავლელ ინსტიტუტს, აქ კიდევ უფრო უარესად არის სიტუაცია აღწერილი, ვიდრე თუნდაც თავად რუსულ Slivershnik-აპრისზე. ეხლა ეს სამივე მონაცემი რომ გადმოვიტანოთ Deep State-ის რუკაზე, ეს თავისთავად რაც არის Deep State-ზე, ნარინჯისფრად მოვნიშნოთ Slivershnik-აპრიზი და Slivershnik-აპრიზი დაახლოებით ესე გამოიყურება, ხოლო რაც შეეხება ომის შემსწავლელ ინსტიტუტს, მათი მონაცემებით ვითარება აი დაახლოებით ესეთი არის. ანუ ყველაზე რთული მდგომარეობა არის სწორედ ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მიხედვით. თუმცა აქ არის ერთი კონკრეტული ინფორმაცია მნიშვნელოვანი. რუსული წყაროები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ მათ აიღეს ქალაქი ან დაბა, პატარა დასახლება, მოკლედ ბერესტოკი, რომელიც კონსტანტინოვკიდან სამხრეთ აღმოსავლეთით მდებარეობს. უნდა აღინიშნოს, რომ თავად Slivershnik-აპრისზე ჯერჯერობით აი ეს ქალაქი ახლოსაც კი არ არის რუსულ ოკუპაციასთან, რაც შეეხება ომის შემსწავლელ ინსტიტუტს შეჟონვა ნამდვილად არის დაფიქსირებული, აი კონკრეტულად საუბარი აი ამ დასახლებაზე არის და ხედავთ მისი 1/3-ზე მეტი უკვე აღებული აქვს, თუმცა რითი არის მნიშვნელოვანი ეს ქალაქი ბერესტოკი. მოგეხსენებათ, რომ კონსტანტინოვკა არის მიმართულება, რომელიც 2014 წლიდან ჯერ კიდევ მაშინდელი რუსული შეჭრიდან ფრონტისპირა ქალაქად ითვლება და არსებობს ძველი საგუშაგოები, თქვენ აი ახლა ხედავთ ფოტოზე, სწორედ Z-ხეთს, აი ამ ძველი საგუშაგოსი, ხედავთ თავდაცვის ზღუდეებს, აი ამ საგუშაგოს გარშემო, თუმცა გარდა იმისა, რომ აქ არსებობს ძველი საგუშაგო და კარგად გამაგრებული თავდაცვის ზღუდე, ასევე კიდევ მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ეს მდებარეობს მაღლობზე, მათ შორის იმაზე უფრო მაღლა მდებარეობს თავად კონსტანტინოვკა, შესაბამისად, თუ კი რეალურად ბერესტოკის აღება მოახერხეს რუსებმა, ეს იქნება იდეალური ადგილი იმისთვის, რომ უპილოტო FPV დრონების ოპერატორების შტაბი განათავსონ აქ და ასე ვთქვათ, საცეცხლო კონტროლში მოაქციონ არა მხოლოდ კონსტანტინოვკა, რომელიც ძალიან ახლოს არის, ხო, ეს არის ბერესტოკი და აქ უკვე კონსტანტინოვკის საზღვრებია, არამედ თავად დრუშკოვკასაც კი მიწვდებიან. გემახსოვრებათ, რომ აი ამ კრამატორსკი, სლავიანსკი, დრუშკოვკა, კონსტანტინოვკას ფრონტის ძირითადი ზღუდე, რომელიც გადის დონეცკის დაცვაზე, ეს ზევით სლავიანსკი, კრამატორსკი, დრუშკოვკა და კონსტანტინოვკა, ამ ეს ხაზი რუსებს ორ ნაწილად აქვს დაყოფილი. ერთის მხრივ შეტევა ხდება სწორედ დრუშკოვკა კონსტანტინოვკაზე, მეორეს მხრივ კი უკვე ცალკე ჩრდილოეთიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან უტევენ კრამატორსკი, სლავიანსკი. შესაბამისად, ახლა თუ კი აი ამ ბერესტოკის აღებას შეძლეს რუსებმა, ნამდვილად სერიოზული პლაცდარმი იქნება მათთვის იმისთვის, რომ კონსტანტინოვკას არა მხოლოდ აღმოსავლეთიდან, არამედ სამხრეთიდანაც შეუტიონ და საცეცხლე კონტროლზე აიყვანონ
გრუშკოვკაც აი ამ 4 ქალაქისგან შემდგარი აგლომერაცია, რომელიც ორ-ორად აქვს დაყოფილი, საკმაოდ სერიოზულ უპირატესობას მიცემს აი ამ ბერესტოკის აღება უკრაინელებს, თუმცა რუსებს, თუმცა უნდა ითქვას, რომ ამ ბერესტოკზე მხოლოდ გვაქვს ვერბალური ასე ვთქვათ, დადასტურება იმისა, რომ აიღეს არანაირი ვიდეო აქედან არ მოსულა და ასე ვთქვათ, მხოლოდ ვერბალურია და რუკებზეც როგორც ხედავთ, Deep State-ი დაახლოებით ანალოგიურად აჩვენებს, როგორც ომის შემსწავლელი ინსტიტუტი, აი ხედავთ, რომ აი ეს მცირე მონაკვეთი, ცოტა უფრო ნაკლები მონაკვეთი აქვს აღებული, როგორც ასე ვთქვათ, Deep State-ი აჩვენებს, კიდევ ერთხელ შემოვხაზოთ, აი ეს აქვთ, მთლიანი ქალაქი აი ეს არის. და მხოლოდ აი ეს აქვს Deep State-ის მონაცემებით აღებული. სლივოსნი კაპლის მიხედვით საერთოდ ახლოსაც არ არიან მისულები, ხოლო ომის შემსწავლელი ინსტიტუტი აი ასე გამოიყურება, აი დაახლოებით ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მონაცემებით, აი დაახლოებით ესე აქვთ ოკუპირებული. ანუ ამ სიმაღლის აღებასთან მინიმუმ ახლოს არიან რუსები, შესაძლოა უკრაინელებმა შეძლონ უკუგდება ამ პოზიციიდან, თუმცა კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ ბერესტოკის აღება ნამდვილად სერიოზული პლაცდარმი იქნება კონსტანტინოვკაზე იერიშების გასამკაცრებლად. ახლა უნდა გადავინაცვლოთ ზაპოროჟიეს ფრონტზე, ასე ვთქვათ, და ჰოლიაპოლეს მიმართულებაზე. ზოგადად ამ დროის მონაცემებით, რო შევხედოთ, 2-13-ზე მეტი ჰოლიაპოლესი, როგორც ასე ვთქვათ, Deep State-ი აჩვენებს ოკუპირებული აქვს რუსებს, ხოლო მთელი ჰოლიაპოლი და მათ შორის ზალეჟნოია, რომელიც იქვე მდებარე ერთ-ერთი დასახლება არის საბრძოლო მოქმედებების არეალშია. ამ ფრონტზე განსხვავებული მონაცემები აქვს სლივოჩნიკ-კაპლის და ის ამტკიცებს, რომ ჰოლიაპოლი მთლიანად ოკუპირებული აქვს. რაც შეეხება ომის შემსწავლელ ინსტიტუტს, ის დაახლოებით იგივე სურათს აჩვენებს, რასაც აჩვენებს Deep State-ი, შესაბამისად შეგვიძლია ჩვენ თვითონ მივარაუდოთ აქ რა ხდება, თუმცა აქ უფრო მნიშვნელოვანი არის ის თუ რა ხდება ოდნავ ჩრდილოეთით და ეს არის ქალაქი ტერნოვატე. Deep State-ის მონაცემებით ხედავთ, რომ ის საბრძოლო მოქმედებების არეალში არის, სლივოჩნიკ-კაპლის მონაცემებით ოკუპირებულია, რაც შეეხება ომის შემსწავლელ ინსტიტუტს, აქაც საბრძოლო უპირატესობა აქვს ქალაქის მიმართულებით. ზოგადად უნდა ვთქვათ, რომ აი ეს მიმართულება დობროპილიეს, ანუ ზაპოროჟიეს ფრონტის კონკრეტულად დობროპილიეს მიმართულება, აი ეს რჩება კვლავ პრობლემურ საკითხად უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის. გემახსოვრებათ, რომ ჰოლიაპოლეს მიმართულებით პრობლემები დაახლოებით ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში დაიწყო და დაიწყო იმით, რომ ტერაბარონა ტერიტორიული თავდაცვის ძალებმა მიატოვეს პოზიციები და გაირღვა მაშინ ფრონტი და მას შემდეგ ვერ დასტაბილურდა ეს მიმართულება, მიუხედავად იმისა, რომ უკვე შეიარაღებული ძალების ცალკეული დანაყოფები გადაისროლეს ამ მიმართულებით, მათ ვერ შეძლეს ფრონტის დასტაბილურება და იგივე თუნდაც პოკროვსკისგან განსხვავებით გაცილებით სწრაფად ხდება ტერიტორიების ათვისება რუსეთის მხრიდან ამ მიმართულებაზე და როგორც ჩანს, მთლიანობაში ეს კვლავ სუსტი მონაკვეთი არის უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის, რადგან თუ კი სადმე სწრაფი წინსვლა აქვს რუსებს ეს მიმართულება, თუმცა კიდევ ერთხელ უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც სწრაფ წინსვლას ვამბობთ, გულისხმობთ სხვა მიმართულებებთან შედარებით, თორე არაფერი განსაკუთრებული სისწრაფე არც ამაში არ არის, უბრალოდ სხვა მიმართულებებთან შედარებით სწრაფად ნამდვილად ხდება და თუ კი ვთქვათ, იგივე კუპიანსკს, იგივე პოკროვსკის წელიწადზე მეტი ანდომებდნენ, რომ აეღოთ, ახლა ჰოლიაპოლეში რამდენიმე თვე არის, 2-3 თვე არის გასული და პრაქტიკულად 2-13-ზე მეტი ოკუპირებული აქვს და ქალაქი და გარშემო კიდევ დასახლებები არის საბრძოლო მოქმედებების არეალში. გარდა ამისა, უნდა გავიხსენოთ, რომ ჰოლიაპოლე მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ჰოლიაპოლიდან 2 ხილამდე არის პრაქტიკულად ველები და მსხვილი დასახლებული პუნქტები არ ხვდება, რაც შეეხება 2 ხივს. 2 ხივი თავის მხრივ მნიშვნელოვანია, იმდენად შემდეგ უკვე ქალაქ ზაპოროჟიაზე იხსნება, ასე ვთქვათ, პლაცდარმი და ერთ-ერთი დიდი ქალაქი იქნება, მით უფრო აი 2 ხივის სიდიდის ქალაქი პრაქტიკულად ამ დრომდე ჯერჯერობით თუ კი პირველ დეოკუპაციას უკრაინულ
სარჩავთვლით რუსებს ოკუპაცია არ მოუხდენიათ. რაც შეეხება კიდევ ერთ მიმართულებას, იგივე ზაპოროჟიეს რაიონის, ეს უკვე ეხება შედარებით სამხრეთ მიმართულებას, აი ეს არის თავად ქალაქი ზაპოროჟიე და რუსები ამტკიცებენ, რომ ასე ვთქვათ რიშნე აი ეს ქალაქი აიღეს. თუმცა სანამ ამაზე გავაგრძელებთ თქმას, საუბარს იგივე სხვა მიმართულებებისგან განსხვავებით, იგივე რაც ეხებოდა კონსტანტინოვკას, ხო? რაც შეეხება ტერნულატეს, აქედან რუსებმა გაავრცელეს კადრები, ახლა ხედავთ თქვენ იმის დამადასტურებელი რომ აქ არიან, განსხვავებით იგივე კონსტანტინოვკას მიმართულებიდან და იგივე რაზეც ახლოს საუბრობდი ზაპოროჟიის სამხრეთზე, ქალაქ რიშნეზე, თუმცა აქ რა არის მნიშვნელოვანი. თავისთავად აქაც მხოლოდ განცხადება გვაქვს რუსების, რომ ეს რიშნი აიღეს. არც Deep State-ზე და არც სლივერჩნი კაპრიზზე ეს რიშნი აღებულად არ არის მონიშნული, არათუ აღებულად საბრძოლო მოქმედებების ზონათაც კი არ არის მონიშნული. განსხვავებით ომის შემსწავლელი ინსტიტუტისგან, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი ამტკიცებს, რომ აქ საბრძოლო მოქმედებების არეალი ნამდვილად არის. ანუ თუ დავეყნობით ომის შემსწავლელი ინსტიტუტს და ასევე რუსეთის გენშტაბის განცხადებას, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თუ ახლა არა, უახლოეს პერიოდში ქალაქ დასახლება რიშნეს რუსები აიღებენ. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? პირველ რიგში, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ამ დასახლებიდან ზაპოროჟიეს მისადგომებამდე არის 13 კილომეტრი, ცოტა მეტი, ხო? ნუ ქალაქის ცენტრამდე ვთქვათ 20-22 კილომეტრი. ეს გულისხმობს იმას, რომ რიშნეს აღების შემთხვევაში ქალაქი ზაპოროჟიე უკვე მოყვება არა ვთქვათ შორსმფრენი დრონების დარტყმის, არამედ უშუალოდ FPV დრონებიც მიწვდებიან. შესაბამისად, ამ მხრივ იქნება მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, თუ კი ეს დასტურდება, მაშინ დასტურდება ვარაუდი, რომელიც დაახლოებით 2-3 თვის წინ გამოვთქვი, როდესაც გააქტიურდა ამ მიმართულებაზე რუსული ძალები, რომ შეტევა გაგრძელდებოდა მდინარის ხეობის მიმართულებით, რომელიც აი ასე მიდის და ეცდებიან რუსები აი ამ ტერიტორიის ოკუპაციას პირველ რიგში იმისთვის, რომ ავტომაგისტრალი, რომელიც უკავშირდება ზაპოროჟიეს და მდინარის გასწვრივ გადის, აი აქ გადის ეს მაგისტრალი, თუმცა ვფიქრობ ამ შეფერილობაზე უკეთ გამოჩნდება. აი ეს არის მდინარე, რომელზეც საუბრობთ. და ეს არის ავტომაგისტრალი, რომელიც მიდის ქალაქ ზაპოროჟიეზე და თუ კი მოახერხებენ რუსები ამ ტერიტორიის ოკუპირებას, მაშინ საბრძოლო მოქმედებების და დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება მაგისტრალი, რომელიც ამარაგებს ქალაქ ზაპოროჟიეს. გარდა ამისა, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც აი ხედავთ შუაში მდებარეობს ქალაქი ორიხივი. და როგორც ჩანს, სწორედ ეს სამკუთხედი შეიკრება. საუბარია ხულიოპოლიდან წამოსული დანაყოფები ორიხივზე, ორიხივი კამოშოვკა, რომელიც აი ამ საბრძოლო მოქმედებების თეატრში არის და შედეგად მოხდება მთელი აი ამ ტერიტორიის ოკუპაცია, რაც საკმაოდ დიდი ნაწილია და მერე გამარტივდება უკვე იერიშის მიტანა ქალაქ ზაპოროჟიეზე. თუმცა სანამ ეს ყველაფერი მოხდება, შესაძლოა გავიდენ რუსები პოზიციებზე, საიდანაც FPV დრონებით მოხდება ქალაქ ზაპოროჟიეს საცეცხლე ზონაში აყვანა. შესაბამისად, უნდა ველოდოთ, რომ სწორედ ამ მიმართულებაზე განვითარდება რუსული, ასე ვთქვათ, იერიშები. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ნახეთ, რომ სწორედ სუსტი წერტილები უკრაინის თავდაცვას ამ ეტაპზე სწორედ აქ აქვს და არა თუნდაც იგივე სლავიანსკი, კრამატორსკი, დრუშკოვკა, კონსტანტინოვკას მიმართულებაზე, ანუ დონეცკის მიმართულებაზე და შეგახსენებთ, რომ ხმას არ იღებს რუსეთი ზაპოროჟიეს მიმართულებაზე დამითმეთო, ის ამბობს, რომ არა, დამითმეთ დონეცკიო. დონეცკი უნდა იმდენად, რამდენადაც მისი აღება ძალიან გაუჭირდება, ძალიან დიდი მსხვერპლი იქნება და ძალიან დიდი დრო დაჭირდება იმ ტერიტორიის დაკავებას. მოკლედ, დღეისთვის სულ ეს იყო, ასეთი ეპიზოდი გამოვიდა, მადლობა ყურადღებისთვის. რამდენიმე დღეში გავაახლებ ეპიზოდს, მანამდე კი თუ კი ამ დრომდე უყურებდით ვიდეოს და ჯერ არ დაგილაიქებიათ, ახლა დაალაიქეთ, ძალიან გთხოვთ, იაქტიურეთ კომენტარებში, გამოთქვით თქვენი პოზიცია.
მადლობა ყველას კიდევ ერთხელ, ვისაც არხი უკვე გამოწერილი აქვს, განსაკუთრებული მადლობა, ვინც დონაციით არის დაკავებული, ვისაც დონაციის სურვილი აქვს, აღწერაში ანგარიშის ნომერი არის. თქვენ კი ვისაც არხი ჯერ არ გაქვთ გამოწერილი, მორჩილოსაც გთხოვთ ახლა გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო, გააზიაროთ თქვენ სოციალურ ქსელებში. ასე YouTube-ის ალგორითმი ხვდება, რომ ვიდეო ღირს ნახვათ და სხვა მომხმარებლებსაც თავაზობთ. მოკლედ, დღეისთვის სულ ეს იყო. მადლობა დროებით ნახვამდის.